ზეთი, მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი, ტომატი, ხახვი, კარტოფილი. ეს და სხვა პროდუქტები ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში შეგროვდა. სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით პირველიდან მე-12 კლასის მოსწავლეებმა პროდუქტი შეიძინეს, თანაბრად დაახარისხეს და ახალციხეში მცხოვრებ მოხუცებს დახმარება გაუწიეს. დღევანდელი აქცია მოაწყო მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა. ჩვენ დავეხმარებით მარტოხელა მოხუცებს და ძალიან გვიხარიათ, რომ ვიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში და ვაკეთებთ კეთილ საქმეს. მასწავლებლებმა ახალგაზრდულმა ცენტრმა დაგვეხმარა სკოლიდან, ვით შეეძლო მოიტანა საკვები და გადავწყვიტეთ, რომ მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც მარტოხელი არიან და გაჭირვებაში არიან და ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისულიყავით რამეთი მაინც გაგვახარებინა. ქველმოქმედება მოსწავლეებმა ახალციხეში მცხოვრებ 60 ადამიანს გაუწიეს, რომელთა შორის მარტოხელა მოხუცები, მარჩენალ დაკარგულები და სოციალურად დაუცველები შედიოდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათ პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 20 ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს, თუმცა სკოლაში გაცილებით მეტი პროდუქტი შეგროვდა და ის 60 ადამიანზე გაანაწილეს. Вообще არც მე მუშაობ, მეუღლე პენსიონერი, ბავშვი პენსიონერი. დიდი მადლობელი ვართ ასეთი აქციაზე, ბევრი იყოს, ჯანმრთელობა მისცეს ყველა მშობლებს, რომ დაეხმარონ თავის მოსწავლეებს. და დიდი მადლობელი ვართ სკოლის დირექტორებს. სკოლის სამოქალაქო კლუბმა დაგეგმა საქველმოქმედო აქცია დახმარება მარტოხელა მოხუცების დახმარება. რისთვისაც პირველიდან მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოაგროვეს კლასებიდან სურსათი, მოვამზადეთ პარკები და ეხლავე მივიტანთ ყველა მოხუცის სახლში. აღნიშნული საქველმოქმედო აქცია მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოაწყეს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. აქციის ორგანიზებაში მესამე სკოლის სამოქალაქო კლუბს სწორედ ახალგაზრდული ცენტრი და პედაგოგები დაეხმარნენ. მსგავს საქველმოქმედო აქციებს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მუდმივად აწყობენ. გარდა ამისა, ისინი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებსაც ახორციელებენ.